რამდენი აიკრიბა იმ ღონისძიებისთვის ახალსა და რომელ ღონისძიებასაც ნიკოლაიშვილი ესწრებოდა და რა დაჯდა ეგ ყველაფერი? ვერ გეტყვით ახლა ეგრე. და თქვენ აი მე მაქვს გავცელდა ინფორმაცია რომ თვითონ ნიკოლაიშვილმაც ბრძანა რესურსებმა თქვა რომ ეს ბაგაბაგებიდან აიკრიფა ეს თანხაო გამგეებმა აკრიფეს მშობლებმა და თქვენ კონკრეტულ თქვენ ბაგაბაგში როგორ მოხდა ეს? აქ მოხვედრით არ მომხდარა არაფერი საერთოდ რომ ვისაც გინდა შეეკითხათ უბრალოდ ჩვენ გვინდოდა რომ გვექეიფას უფრაზე და ყოფილიყავით წლის ბოლოს. და ეს თანხა თქვენ არ გადაგიხდია, თანხა ვინ გადაიხადა? თანხა არა, თვითონ ახლა პირადად წაღებით რაც შეგვეძლო ისინი წავიღეთ და რაღაცა ისეთი. დიდი მოწადინებულები იყვნენ, რომ ჩაგვეტარეთ 11 საათი რა არის მაგალითად. ვინ გადაიხადა ეს თანხა? რა თქმა უნდა ჩვენ ახლა თვითონ ჩვენ გვიდოდა კეიფი და ჩვენ თვითონ ყველა ჩვეულებრივად აბა როგორ ჩემი საფეიფოპული მე თვითონ დავდია ვინ დამიტა რამდენი დადეთ რა აზრია გამას ვერ ხვდები ნიკოლაიშვილი თქვენ დაპატიჟეთ კი შობლები საერთოდ არ ამყოლია მე მაგალითად პირადად მომატიკებით ახლა დავიწყე ხალხამოსულა არ შობლები ჩემ ბაღიდან და ბავშვები არ ყოფილა თქვენ მხოლოდ ნამსხარი მეიტანეთ და მეტი არაფერი. ესეც ჩემი სურვილით. თქვენს მომენტით რამე და მივიღე. თქვენ თუ არ გინდათ რომ მე მოვკვდე და თუ თქვენ რამე სარგებელს არ მოგცემთ ეგ ამბავი, შემეშვით რა გეხვეწები. რა რესტორნის ფული ვინ გადაიხადა? იმდენად შეშინებულია, აი მაგალითად, ვიღაცა შემომასწავლებლმა იქიდან კილით მოვიდა კიდო ჟურნალისტი მოდის. და რატო გეშინეთ ჟურნალისტი? მე ჩემი დანახვით რომ იმას დისკომფორტი შეექმნა სამბიამაღე. და ნიკოლაიშვილმა ბრძანა რომ ის თქვენს მიერ იყო დაპატიჟებული. თქვენ დაპატიჟეთ. და იმიტომ მოვიდა. ეხლა მე არ დამიპატიჟებია, დაპატიჟა ცენტრმა ალბათ, ხო? თანხა საიდან გამოიყო? დაუშვათ და იქნება ჩვენ დავდებით. დანაშაული ხორცში მომივდივარ და დებთ თანხას. თანხას დანაშაულია? ჩემგან ვერაფერს ვერ გაიგებ. ჩვენ შევიკრივეთ ბაღის განგები, თქვით მოვაწყოთ ასეთი ორგანიზაცია, დავაკეთოთ, დავპატიჟოთ ისე ნიკოლაიშვილი არ მეგონა ახლა ცოტა შორს იყო. ადგილობრივები მართლა გვინდოდა, მაგრამ მე პირადად გული დამწყდა რომ ისინი ვერ დაამტყა.